დილა მშვიდობის, როგორ ხართ ჩემო სიხარულებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად. მე ჩემ პატარა ნაძვის ხესთან ერთად მოვედი, ნახეთ, გავანათოთ, მე მგონი, რომ ჩაირთვა ციმციმებს ცოტა, მაგრამ არ აუშვებს. შემოვიტანოთ საახალწლო განწყობა. ალბათ არ მელოდით, იმიტომ რომ უკვე 4 თვე იქნება ვიდეო აღარ დამიდია ჩემ არხზე. გუშინ იყო ჩემი დაბადების დღე და ძალიან ბევრმა მომილოცეთ. განწყობა მქონდა თქვენი წყალობით, არ ვიცი, სასწაული გუშინ და ძალიან მომინდა YouTube-ზე დაბრუნება. გუშინ მივხვდი, რომ ჩემი საქმე ძალიან მომენატრა. და გადავწყვიტე, რომ დავბრუნდე YouTube-ზე. სხვათა შორის, მაინც ვიფიქრე, ბევრი ვიფიქრე ამ თემაზე, დავბრუნებულიყავი თუ არა. და ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გულწრფელად, სიყვარულით, მელოდებით. სასწაულია ის, რომ არხი მუშაობს ისევ, ნახვები მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია ვიდეო არ დამიდია, ნახვები არის არხზე და ფაქტიურად მუშაობს, უღრმესი მადლობა თქვენ ამისთვის და როგორც იცინებს. და საახალწლო განწყობისთვის მოვიტანე. დეკემბერი დადგა, ჩემი თვე არის დეკემბერი, რადგან დეკემბერში ვარ დაბადებული და თან ახალი წელიც მოგვიახლო და ჩემს კი რა ხდება? ყველაფერი კარგად არის. მოვედი გოგოებო, ოდნავ მოპუტყუნებული, მაგრამ თავარი ის არის, რომ კარგად ვუგრძნობ თავს. იმაზე კარგადაც კი, სანამ წავიდოდი YouTube-დან. ჩემი სამსახურის ამბები, გოგოებო, ძალიან კარგი სამსახური მქონდა. მაგრამ ძალიან დიდი დრო ვიყავი გარეთ და ვეღარ შევძელი, რაც დღე დაპატარავდა, ფაქტიურად სახლში მოვდიოდი ღამე, დილით გავდიოდი 9-ზე და საღამოს მოვდიოდი 9-ზე და ეს ძალიან დიდი დრო არის. ამიტომ გადავწყვიტე წამოსულიყავი სამსახურიდან, რადგან სახლშიც რო არავინ არ ამყავს, დამხმარე, გამიჭის და ძალიან ბოლოს უკვე თან ღამე მოსვლა, არ ვიცი, მიჩვეული არ ვარ მე და მაგიტო თუ ისედაც ნუძნელია იქ თანამშრომლები ყველა ამბობდნენ, რომ ძალიან ძნელია რა, როცა არავინ არ აკავს სახლში და მთელი დღე გარეთ ახარ, ანუ 9-დან 9-მდე. ეს იყო ძალიან დიდი დრო. თვითონ უფროსი ძალიან კარგი მყავდა, ძალიან კარგი სამუშაო იყო. ავეჯის მაღაზიაში მუშაობდი, მაგრამ ეს დიდი გზა დიდუბეში დავდიოდი და ფაქტიურად ძალიან დიდი გზა არის ჩვენგან დიდუბემდე. საათზე მეტრს ვუნდებოდი მარტო გზაში ერთი მიმართულებით. 2 საათი მარტო გზაში ვიყავ. და ამან ძალიან გადამყარა. დიდი ხანი არ არის, რაც სამსახურიდან წამოვედი და ფაქტიურად ვისვენი. ჯერჯერობით YouTube-ზე არ ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ უამრავი ძალიან ბევრი
პირადი შეტყობინება მოდის. ძალიან ბევრი რომ მოგვენატრე, დაბრუნდი, ძალიან გთხოვ, დაბრუნდი YouTube-ზე და ეს ყველაფერი არის გულწრფელი გოგოებო, მე ვხვდები ამას, ჩემო სიხარულებო, ჩემო გოგოებო, ბიჭებო, ხვდები ამას, რომ გულწრფელად მიწერთ, რომ გინდათ დავბრუნდე YouTube-ზე. მოგიყევით ჩემი ამბები, ესე მოკლედ და ნახოთ, ნელა გავიხსენებ ვიდეოების გადაღებას. ცოტა თითქოს მიჭის ახლა, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო გავიდა. აი ესეთი ამბებია ჩემს. ეს ცოტა ისეთი ვიდეოა, მოგიყევით ჩემი ამბები, ჩემსკენ რა ხდება ამ თვეების განმავლობაში და იყოს ასეთი პატარა ვლოგი. დროებით მიყვარხართ და კოცნით ყველა.